Shalom მოგესალმებით ყველას. Შემაშემნა ასევე ნაცლია დღეს მინდა ვისაუბრო ხანუქის თემაზე და დავაკავშირო ხანუქის თემა გილგულეი ნეშამოთთან. საინტერესო ალბათ რა კავშირია ხანუქასა და გილგულეი ნეშამოთ შორის და მას ასე დავიწყოთ. ჩვენ ხანუქაზე, ხანუქის დღეებში ვამბობთ ესეთ ბრახას. בימי מתתיה בן יוחנן כהן הגדול חשמונאי ובניו და ვაგრძელებთ ამის შემდეგ და ვამბობთ რომ გამჩენმა გადასცა უამრავი ცოტას ხელში და რაშაები ბოროტები თორის მცოდნეთა ხელში და ასე შემდეგ. ფაქტიურად საუბარია იმაზე იმ პერიოდზე, როდესაც დაახლოებით 2000 წლის წინ ბერძნებმა გადაწყვიტეს ებრაელთა გალუდში განდევნა, ასე ვთქვათ, არ იყო საუბარი ფიზიკურად განდევნაზე, არამედ თვითონ იყვნენ ისრაელის ტერიტორიაზე, არამედ სურდათ მათი სულიერი განადგურება. მათ არ სურდათ ფიზიკურად მათი დახოცვა, მათ უნდათ რომ ჩამოერთმიათ ებრაელებისათვის სულიერება, რამე თუ ხედავდნენ რომ ძალიან დიდი ზეგავლენა ჰქონდა ებრაელებს ყველაზე, როდესაც მათ კავშირი ჰქონდათ სულიერებასთან. ანუ მათ უნდათ ჩამოერთმიათ ფაქტიურად შაბათ. შაბათ რა შეიტევოთ? შინ შაბათ, ბეთ ბრით მილა და ეს არის თფილინ. ხო, ანუ ყველაფერი მიცვების შესრულება, რაც დაკავშირებული იყო სულიერებასთან. რამე თუ ამას მოყოლოდა მთლიანად ებრაელების ჩამოცილება სულიერებიდან. თვითონ ხანუქა. ეს სიტყვაც რა შეიტევოთ ხანუქა, აბრევიატურა რასაც ქვია, რომ წავიკითხოთ ასოების მიხედვით რა გამოდის დავაკვირდეთ. ხანუქა, ხეთ ეს არის ხუმაშ, ნუნ ეს არის ნევიიმ, კაფ ეს არის ქტუვიმ და ჰეი ეს არის ჰალახა. ანუ ხეთ ხუმაშ ვთქვით რომ ეს არის ხამიშა ხუმშეიტურა, თორის ხუთწიგნეული, ნევიიმ არის წინასწარმეტყველებანი, ქტუვიმ ეს არის დაწერილები და ჰეი ჰალახოთ. ანუ ჩვენ ყველა ებრაელები უნდა ვასრულებდეთ ჰალახებს. და გავაგრძელოთ. რასთან არის დაკავშირებული ხანუქა? და რატო არის საერთოდ მოხსენიებული არა უბრალოდ მათათია, რომლის პერიოდშიც მოხდა დატრიალდა ეს ყველაფერი ხანუქის სასწაული, არამედ წერია მათათია ბენ იოხანან ქოენ გადოლ. ვინ იყო იოხანან ქოენ გადოლი? ჩვენ ვიცით რომ მან 80 წელი იმსახურა ბეთ-ამიგდაში, ბაიტში, მეორე ბეთ-ამიგდაში და 80 წლის განმავლობაში ის იყო დაახლოებით 100 წლისა, როდესაც გარდაიცვალა და თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში ის განუდგა, ასე ვთქვათ, თავის რწმენას და გახდა ცდოკი, ხო, რასაც ცადოკებს ეძახიან, ცდოკი გახდა. ეს რას ნიშნავს? ცდოკები იყვნენ ებრაელები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ზეპირი თორა ასე ვთქვათ, ჩამოეცილებინათ, ანუ სწამდათ მხოლოდ დაწერილი ხამიშა ხუმშეიტურა და ზეპირ თორას განუდგნენ. და წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც მთელი სულით და გულით ემსახურებოდა გამჩენს ბეით-ამიგდაში 80 წლის განმავლობაში, აი ესეთი ადამიანი სიცოცხლის ბოლო წლებში განუდგა თავის, ასე ვთქვათ, სრულ რწმენას. და ისმევა შეკითხვა, რატომ არის მაშინ თუ ასეა ცდოკის სახელი მოყვანილი აი ამ ბრახოთებში, რატომ ვახსენებთ ჩვენ ებრაელები ყოველი ხანუქის დღესასწაულზე მის სახელს, რა კავშირი აქვს საერთოდ მასთან? თუ კი ის განუდგა, მაშინ როგორ შეიძლება რომ ჩვენ საერთოდ ვახსენოთ? და ის სწორედ აი აქ არის ერთ-ერთი დიდი საიდუმლო ჩადებული. მათათია და მისი შვილები, ხუთივე შვილი და საერთოდ იოხანანი, იოხანანს ჰქონდა დამსახურება, დიდი დამსახურება გამჩენის წინაშე, რამე თუ ნამდვილად 10-ობით წელი ემსახურებოდა გამჩენს მთელი სუფთა გულით, ამიტომ გზაცაში გადაწყვიტეს,
რომ მას შეეძლო ტიკუნი გაეკეთებინა, ანუ მის ნიშამას გაეკეთებინა ტიკუნი. რამე თუ ჩვენ ვიცით, რომ სასჯელი როგორც ასეთი არ არსებობს ზეციური, არამედ არსებობს ტიკუნ, გამოსწორება. და აგრეთვე ჩვენ ისიც ვიცით, რომ ადამიანის ნეშამას ეწოდება გამჩენის სანთელი. და წერია გმარაში, რომ ადამიანმა არ უნდა დაუჯეროს საკუთარ თავს თავისი სიცოცხლის ბოლო წუთამდე. და ეს მოყვანილია სწორედ იოხანან ქოენაგადოლის მაგალითზე. ანუ რომ სიცოცხლის ბოლო წუთებში განუდგა ფაქტიურად რწმენას, ხომ დაშორდა თავის რწმენას. და გადაწყვიტეს და ისმევა შეკითხვა, როგორ შეიძლება რომ მის სახელს ჩვენ 2000 წელი ვახსენებთ, თუ კი ასე მოხდა. გამჩენმა გადაწყვიტა, რომ რახან ის იყო ნამდვილად დიდი ადამიანი და მთელი სიკეთით, მთელი გულით იმსახურებოდა გამჩენს, შესაძლებელი იყო მისი ნეშამის გამოსწორება. და რა ხდება ამ შემთხვევაში? ჩვენ ვიცით, რომ შაბათის სანთლის ანთებით ნეშამის გამოსწორება, ასე ვთქვათ, არ არის ამის საშუალება, ამიტომ შესაძლებელია გამჩენმა დაატრიალა ყველაფერი ისე, რომ ხანუქის სანთლები დანთობილიყო სასწაულებრივად და ხანუქის სანთლის სინათლეზე გამოსწორებულიყო ეს ნეშამა. და როგორ? პირველ რიგში ჩვენთვის ცნობილი არის, რომ თვითონ ხანუქა ჩვენ ვზეიმობთ 8 დღეს, მაგრამ სინამდვილეში ერთი დღე მზეთი, რომელიც ენთო, ეს ერთი დღე ენთო ბუნებრივად, ხოლო 7 დანარჩენი მომდევნო დღე სასწაულებრივად. ფაქტიურად ხანუქის ხანუქის სასწაული 7 დღე გრძელდებოდა და არა 8 დღე, სულ 8 დღე ენთო, ამიტომ ჩვენ 8 დღეს ვზეიმობთ. რა შეცდომა დაუშვა იოხანან ქოენაგადოლმა, ანუ ასე ვთქვათ, ცდოკებმა, როგორც თქვი, ის ზეპირთორას განუდგა, ანუ განუდგა ხახმების მიერ დადგენილ წესებს და რა გააკეთა? კტორეტი, რომელიც უნდა დანთობილიყო კოდეშ-კოდაშიმში, მან დაანთო გარეთ და შეიტანა შიგნით. სწორედ აი ამისი გამოსწორება უნდა მომხდარიყო. ჩვენ ვიცით, რომ უბრალო პატარა მაგალითი რომ მოვიყვანოთ შედარების სახით, დაუშვათ ადამიანმა წინა გილგულში გაქურდა, ის მომავალ გილგულში დაბრუნდება გამოსასწორებლად და დაიბადება სწორედ ისეთ გარემოში, ქურდების გარემოში მაგალითად, რათა ის შეებრძოლოს თავის საკუთარ იეცერ-ჰარას და გამოასწოროს თავისი თავი, რომ არ გახდეს ქურდი. და ასე სხვა შეცოდებებიც. ანუ ადამიანის ნეშამა სული შედგება 10 სფეროსაგან და რომელ სფეროსაც დააზიანებს ადამიანი თავისი არასწორი საქციელით, იმ სფეროს გამოსწორება ხდება. დაუშვათ, თუ დააზიანა ხესედის სფერო, მაშინ ის მომდევნო გილგულშიც მოდის ხესედის გამოსასწორებლად, მაგალითად, მიმტევებლობის სფერო თუ დააზიანა, ხომ? მიმტევებლობის გამოსასწორებლად დაუშვათ ცედაკის გაცემა და ასე შემდეგ. სწორედ ასე იყო ამ შემთხვევაშიც. უნდა გამოსწორებულიყო ის, რაც დაირღვა, მატატიაომ და მისმა შვილებმა გადაწყვიტეს გამოესწორებინათ თავიანთი წინაპრის, ასე ვთქვათ, ცოდვა და თუ კი მამამისმა დაანთო სანთელი გარეთ, მოხდა ისე, რომ მენორა, რომელიც დაინთო, უნდა დაინთოს გარეთ. დღემდე ჩვენ 2000 წელია უკვე ვანთობთ ხანუქის სანთლებს, ხანუქის მენორას გარეთ, სახლის გარეთ, თუ არის ამის საშუალება და თუ არ არის საშუალება, კარებთან შესასრულთან მაინც, ან კიდევ ფანჯარასთან, რამე თუ ხანუქის სანთლის შუქი გადიოდეს გარეთ და მის სასწაულს სხვებსაც აჩვენებდეს. საინტერესოა ისიც, რომ ჩვენ უნდა დავანთოთ ხანუქის სანთელი, ხომ ჩვენ ვიცით დაბალ მაგიდაზე ან დაბალ ადგილას, რამე თუ უნდა ადამიანი დაიკუზოს მის დასანთობად, რა ხდება ამ დროს, ჩვენ ვანთობთ სანთელს დაბალ სამყაროში და მისი სინათლე ამოდის მაღლა და ხდება მისი გამოსწორება მაღლა სამყაროში. ანუ ბაშორეშ ვასწორებთ ცოდვას, შეცოდვიოს ბაშორეშ ნიშმატო. ვასწორებთ ცოდვებს მაღალ სამყაროებში.
რომ დავაკვირდეთ სევივონს, რომელსაც ბავშვები ატრიალებენ, რომ იცოდეთ ეს საბავშვო სათამაშო საერთოდაც რომ არ არის და არ გაკეთებულა იმისათვის, რომ ბავშვებმა ითამაშონ. დღეს ჩვენ ვართ შეჩვეულები, რომ ბავშვები თამაშობენ და ბავშვებისთვის ვკრიტულობთ. კარგია თუ ყოველი ჩვენთაგანი ხანუქაზე დაატრიალებს სანთლების ანთობის დროს, აი ესეთ სევივონს და ბავშვებსაც დაატრიალებინებს რამე თუ რაშია საქმე, როდესაც ჩვენ სევივონს ვატრიალებთ, რას ვაკეთებთ? ანუ ვატრიალებთ დაბლა სევივონს და ამით ვაკავშირებს მაღლა სამყაროებთანაც და თუ კი ჩვენ რაღაც ერთი პატარა ნაბიჯი გადავდგით იმისათვის რომ გამოვსწორდეთ ჩვენ დაბლა სამყაროში, ხდება ჩვენი გამოსწორება მაღლა სამყაროშიც. ანუ ყველაფერი ერთმანეთზე დამოკიდებულია. სულგანიოთებსაც რომ დავაკვირდეთ, სულგანიოთები არის ხომ, როგორ შემწვარი ზევიდან ქვევიდან შუაში პატარა ზოლია. ანუ ესეც გვაკავშირებს ჩვენ და გვაგონებს იმას, რომ არსებობს დაბლა სამყარო, ჩვენი სამყარო, წუთი სოფელი და ზევითა სამყარო და შუაშიც, შუაგულში ხდება რაღაც მურაბის ან რაღაცის ჩასხმა, რატომ რამე თუ არ შეიძლება რომ ებრაელი შინაგანად გულში იყოს ცარიელი, არამედ საჭიროა რომ მან თავისი გული თორით შეივსოს. და ჩვენ სულგანიოთზე ვაყრით ზევიდან შაქრის ფხვნილს, რატომ? იმისათვის რომ დავიტკბოთ დინები, ანუ რასაც ივრითულად თქვია ამტაკათ დინიმ, ამტაკათ დინიმ არსებობს ესეთი წინადადება, რასაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე ლეამტაკათ დინიმ, რამე თუ როცა ჩვენ ვასწორებთ, ხომ ტიკუნს ვაკეთებთ იმისა, რაც ადრე, ასე ვთქვათ, დავაზიანეთ, ხომ, სფეროები, ანუ შევწოდეთ და მოვედით ახლა გილგულში გამოსასწორებლად, საჭიროა რომ გამჩენმა ეს დინები დაგვიგბოს. ანუ, როდესაც ჩვენი ჩუვა მიღებულია, მთელი სულით და გულით არის გაკეთებული ჩუვა, ამისათვის ვთხოვთ გამჩენს რომ სამართლები დაგვიტკბოს და ეს რას ნიშნავს, რომ სირთულეები ცხოვრებაში არ შეგვექმნას, ხასშალო მოვადმყოფობა არ იყოს, რაღაც სხვა სირთულეები ცხოვრებაში არ გქონდეს. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, ყველა იცის ალბათ, გმარაში არის თუ არ ვცდები მოხსენიებული მასეხეთ აბოდაზარაში რიბი ელაზარ ბენ-დორდაიას ისტორია, ხომ? ადამიანი, რომელმაც თავის ცხოვრებაში ერთი ცოდვა არ დატოვა, რომ არ შეეცოდა, ერთი ქალი არ დაუტოვია, რომელთანაც არ იყო მისულია, ხომ? ეს ისტორია ყველასთვის ცნობილია და საბოლოო ჯამში, როდესაც მივიდა იქ, სადაც მივიდა, იმ ქალმა უთხრა, რომ შენ არ გამოსწორდებიო და როგორც ეს ვაზა არ შეკეთდება დამტვრეულიო, ისე შენ ნეშამას მომავალი სამყარო არ აქვსო და გამოსწორება არ აქვს. ეს რომ მოისმინა ელაზარ ბენ-დორდაიამ, გამოვიდა გარეთ და მიმტევებლობა ითხოვა მზისგან, მთვარისგან, ვარსკვლავებისგან, ხომ, პლანეტებისგან, ცისგან და ყველამ უარი განუცხადა, ხომ? საბოლოო ჯამში მან იფიქრა და თქვა, რომ თურმე მიმტევებლობა მხოლოდ გამჩენისგან უნდა ვითხოვო, ჩამოჯდა თავიჩადო თავის მუხლებში, ითხოვა მიმტევლობა გამჩენისაგან, ჩუვა გააკეთა, ჩუვაზე დაბრუნდა და სული დალია იმ წუთში. ფაქტიურად ჩვენ აქედან ვსწავლობთ, რომ პირველ რიგში იმას, რომ ადამიანისთვის არასოდეს არ არის გვიანი ჩუვის გაკეთება და ადამიანმა არ უნდა მიიყვანოს საკუთარი თავი იქამდე, რომ შორს ყველასგან სული დალიოს ჩუვის წინ. რამე თუ რაბი ელაზარ ბენ-დორდაიას მაგალითი, ეს ასე ვთქვათ, კიცონი მაგალითი არის, ჩვენ აქედან ვხედავთ იმასაც, რომ საუბარია იმაზე, რომ თქვაო რიბი იუდა ანასიმა ეს როდესაც გაიგო, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სწავლობს, რათა მომავალი ცხოვრება შეიძინოსო ულამაბა და ბატკოლი რო გამოვიდა და თქვა რიბი ელაზარ ბენ-დორდაია მიიღე შენი მომავალი ცხოვრება, მომავალი სამყარო, მას არათუ მიეცა მომავალი სამყარო, არამედ რიბიც ეწოდაო და რიბი ეს არის სულიერად ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელი და როგორ შეიძლება რომ რიბიც ეწოდოსო, გვასწავლიან ჩვენი ხახმები, რომ ჩვენ ვისაუბრეთ იოხანან ქოენ აგადოლზე. იოხანან ქოენ აგადოლი, როდესაც გარდაიცვალა, ზუსტად ამ დროს მისი გაკეთებული
მთელი ცხოვრება, რასაც აკეთებდა 80 წელი ემსახურებოდა გამჩენს ბეით ამიგდაში, მისი გაკეთებული მთელი მიცვები ყველაფერი აბსოლუტურად გადავიდა ელაზარ ბენ-დორდაიაზე. ანუ ასე ვთქვათ, არიზალისგან არის ცნობილი, რომ რები ელაზარ ბენ-დორდაია იყო გილგული, ასე ვთქვათ, იოხანან ქოენაგადოლის ნეშამა, ასე ვთქვათ, რომელიც გამოსწორდა ჩვენი დიდი რაბებისგან ცნობილია, რომ რები ელაზარ ბენ-დორდაიაც, რა თქმა უნდა, ბრუნდებოდა სხვა გილგულებში, რათა გამოესწორებინა სხვა დანარჩენი რაღაცეებიც, მაგრამ ძალიან საინტერესო ფაქტია ის, რომ რიბი რატომ ეწოდაო, რომ ვახსენეთ, მხოლოდ იმისათვის, რომ ასეთი მაღალი რანგი რატომ მიიღო, რამე თუ ქოენაგადოლის დამსახურებები ყველაფერი გადავიდა მასზე, ადამიანზე, რომელიც მთელი ცხოვრება სცოდავდა. ამიტომ არის, რომ ასურ ლეზალზელ ბეხოლ იეუდი, ანუ ასე ვთქვათ, არ შეიძლება არავიზე საუბარი, არავიზე ლაპარაკი, ამას ესე აცვია, ესე დადის, ეს იმას აკეთებს და ასე შემდეგ, რამე თუ ჩვენ არ ვიცით, ვინ ვისი გილგულია და ვინ რას ასრულებს, ვის რა აქვს დავალებული, ვინ ჩუვაზე როდის ბრუნდება, რამე თუ ბევრჯერ ხდება, რომ ადამიანის გარეგნული ფორმით არაფერი არ გამოიხატება და ყველამ ჩვენი საკუთარი თავი უნდა გამოვასწოროთ პირველ რიგში. და ახლა კი მინდა ერთი კიდევ გმარაში არის აგრეთვე ერთი ისტორია მოყოლილი ხენვანთან დაკავშირებით, რომელიც აქლემით მიდიოდა, იყო ერთი ებრაელი, რომელიც აქლემით მიდიოდა და იქ კარავში რომ შევიდა და ცეცხლი წაეკიდა, ალბათ იცით ეს ისტორია, ხენვან რომ დავწეროთ ეს სიტყვაც, ხენვან გამოდის ზუსტად იოხანან, იგივე არის, გვეუბნებიან ჩვენი ხახმები, რომ ხენვანი სწორედ იოხანან ქოენაგადოლის გილგული იყო. עכשיו რაც შეეხება კიდევ ერთ პატარა რაღაცას, მე ვთქვი, რომ სულგანიებს ვაცხობთ, ხო? ჩვენ ვიცით, რომ სულგანიოთებს ვაცხობთ, ყოველ შემთხვევაში ან ყიდულობთ. რამე თუ საჭიროა Z-ზე დამზადებულის შეჭმა და საჭიროა მიზბიახის ხსენება, მიზბიახი, რომელიც ბეთ-ამიგდაში იყო და ჩვენ ვიცით, რომ ბირქათ ამაზონში სიტყვა მიზბიახი არ არის მოხსენიებული, ხოლო სულგანიაზე ჩვენ ვაკურთხებთ ალამიხიას და ალამიხიაში არის ეს წინადადება სწორედ, სადაც ჩვენ ვამბობთ ესეთ რამეს, რახემ ჰაშემ ელოკენუ ალენუ ועל ישראל עמך ועל ירושלים ירח ועל הר ציון משכן כבודך ועל מזבחך ועל היכלך ובני ירושלים עיר הקדוש במהרה בימינו. ანუ ვახსენებთ მიზბიახს. ფაქტიურად არ არის სავალდებულო მაინდა-მაინც სულგანიის ჭამა, მთავარია რომ იყოს რაიმე მეზონოთი, რაც Z-ში არის დამზადებული შემწვარი, რათა ვაკურთხოთ ალამიხია და მოვიხსენოთ მიზბიახი. საინტერესოა ისიც, რომ ადამიანის ნეშამა, ხო? ნეშამა როგორ იწერება ივრითულად, ნუნ შინ მემ ჰეი და შემენ, ნეშამა და შემენ ერთი და იგივე ასოებია და იქ ნეშამაში ბოლოში ჰეი არის დამატებული. ახლა კი სგულა, რომელიც ბევრი ჩვენთაგანისთვის ისედაც ცნობილია, ვისაც სურვილი აქვს შეუძლია ჩაიწეროს, რამე თუ ხანუქის დღეებში ჩვენ სწორედ აი ამ სგულებს ვკითხულობთ. აი ამ სგულას ვკითხულობთ, რამე თუ მოვიზიდოთ დიდი სულიერი სინათლე ჩვენზე, ჩვენ ვიცით, რომ ყოველ წელიწადს ხანუქაზე დატრიალებული სასწაული ჩვენთან ებრაელებთან ყოველთვის ბრუნდება და არ არსებობს წელი, როცა ეს სასწაული არ ხდებოდეს, სხვადასხვა სახით, რა თქმა უნდა, და აი თვითონ სგულაც. თავიდან ვამბობთ თეილიმის 90-მე მიზმორის ბოლო პასუქს 7-ჯერ. შემდეგ ვიწყებთ თეილიმის მიზმორების კითხვას ესეთი მიმდევრობით: 91, 30, 33, 67, 19, 100, 133. აი ამ თეილიმის, აი ამ მიზმორებს, როდესაც წავიკითხავთ,
აი ესეთი მიმდევრებით, რომელიც ჩამოვთვალე, შემდეგ შეგიძლიათ დაატრიალოთ სირტონ და მოისმინოთ თავიდან თუ ვერ ჩაიწერეთ. სულ ბოლოში ვამბობთ ანავე ხოახს. ხომ ანავე ხოახს ჩვენ ვიცით, ეს არის 7 წინადადება და ბოლოში არის მერვე წინადადება ბარუხ შემქილოდ მალხუთო ლეოლან ვაედ, რასაც ჩუმად ვამბობთ ხოლმე და ანავე ხოახში არის 7 წინადადება კვირის დღეებთან დაკავშირებით და კვირის დღეები რომელი დღეც არის, ის წინადადება სამჯერ უნდა გავიმეოროთ. და რატომ არის სასწაული, რატომ მოხდა ხანუქაში 7 დღე, დამატებით იმ ერთი დღის გარდა, რომელიც სანთელი დანთობილი იყო, ამბობენ ჩვენი ხახმები, რომ ეს დაკავშირებულია იოხანან ქოენ აგადოლის მსახურებასთან, რამე თუ ის მსახურობდა 80 წელიწადი და მსახურების ყოველი 10 წელიწადი დაკავშირებულია ერთ დღესთან. აი ასე კიდევ ბევრი საიდუმლოა, რა თქმა უნდა, ამასთან და უსასრულო თემაა და საინტერესო თემაა. ყველას დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყურადღებისათვის. თუ ინებებს გამჩენი, გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს შემდეგში. კარგად ბრძანდებოდეთ, თქვენთან ვიყავი სარა ლალი, გისურვებთ ყველას წარმატებებს და გილოცავთ მომავალი ხანუქის დადგომას. ბედნიერი ხანუქა დადგომოდეს ყველა ისრაელის შვილს. Goldum.